დედის რძეში არის ისეთი კომპონენტები, რომელიც პირიქით ბევრმა კვლევამ დაადასტურა, რომ კბილის ზედაპირს იცავს, განსაკუთრებით წლამდე ბავშვების კბილის ზედაპირს იცავს ფანტასტიურად აი ამ თავის კომპონენტების არსებობის გამო. თუნდაც ის ნახშირწყალი, რომელიც დედის რძეშია, ის როდესაც ფერმენტირდება პირის ღრუში, pH-ს აგდებს სადღაც 1 ნიშნულით, სადღაც 6-მდე. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ნახშირწყლები, მარტივი ნახშირწყლები, იგივე შაქარის ძალიან მარტივად, რომ ფერმენტაციის შემდეგ pH-ს ამცირებენ 5-მდე, რაც უკვე ძალიან აქტიური დემინერალიზაციის, ასე ვთქვათ, პროცესს იწვევს კბილის ქსოვილებში. ასევე დედის რძეში არის ისეთი კომპონენტები, რომლებიც ხელს უშლიან ბაქტერიებს, რომ მიეწეპონ კბილის ზედაპირს, რაც მე ვთქვი, რომ განმაპირობებელია სწორედ კარიესული დეფექტების განვითარების. პლუს არის იმუნოგლობულინი A, რომელსაც შემდგომში ჩვენი ლორწოვანი გარსიც გამოყოფს, ნაწლავის ლორწოვანი გარსიც გამოყოფს და ისიც მასაც აქვს აი ეს გარკვეულწილად აი ამ სტრეპტოკოკების მიმართ, რომლებიც პირველი ეწეპებიან კბილის ზედაპირს და პასუხისმგებლები არიან ამ დემინერალიზაციაზე და კარიესის განვითარებაზე, იმის საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. ანუ ძალიან ბევრი დამცველობითი ფაქტორია ჩადებული დედის რძეში. და ესეთი კვლევაც კი განახორციელეს, ნახეთ, მე მგონი იყო 2099 წელს, რომ დედის რძეში ჩადეს სარძევე კბილები. ერთ ქილაში იყო მხოლოდ დედის რძე და კბილი ამოღებული და მეორეში იყო დედის რძე დამატებული შაქრით და კბილი. აი ამ პირველ ქილაში კარიესი კბილს არ განვითარდა 7-8 კვირის განმავლობაში საერთოდ და სადაც შაქარი იყო დამატებული, იქ სადღაც 3 კვირა ნახევარში დემინერალიზაცია აღენიშნა კბილის მაგარი ქსოვილების და კარიესი, ასე ვთქვათ, კარიესული პროცესი წავიდა. ანუ დედის რძე კი არ იწვევს კარიეს, პირიქით მას ძალიან ბევრი დამცველობითი, ასე ვთქვათ, თვისება აქვს, როდესაც ბავშვი იზრდება და ჩვენ ეს კეთილის მსურველები მის საკვებ რაციონში და ყოველდღიურ დიეტაში ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს ვამატებთ, უკვე დედის რძე ამას ვეღარ ერევა, ვერც ერევა ის ბუფერული სისტემა, რაც აქვს ნერწყვს და გამანეიტრალებერი, იმიტომ რომ როდესაც ბევრი ნახშირწყალი ჩადის, გითხარით, რომ pH-ი ბევრად უფრო ქვევით იწევს და ეს განეიტრალება უკვე ნაკლებად მოქმედებს და აი ამის შემდგომ ბევრად აქტიური გვაქვს ბავშვთა ადრეული კარიესის და მწვავე ბავშვთა ადრეული კარიესის, ესე ვთქვათ, კლინიკური შემთხვევები.